ჭიათურის პროტესტის მონაწილეების განაჩენი გამოცხადდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მაზანაშვილმა 4-ვე მაღაროელი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. გიორგი ნეფარიძე და მერაბ სარალიძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში და სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი დამნაშავედ იქნენ ცნობილი ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში და სასჯელის სახით 4 წელი და 3 თვე მიესაჯათ. ეს იცოდეთ ყველა ჭიათურლებო ბევრი თქვენთაგანის ბრალია იმ ადამიანების რომლებმაც შუა ბრძოლაში მიატოვეთ ბიჭები შუა ბრძოლაში ატიმარი ბიჭები სუნდი ატიმრე თქვენ იმდენი გააკეთეთ რომ გაწირეთ ატიმრობის ახლა გეკითხეთ იმ მაღაროელებს გეკითხეთ რომ დირექტავდნენ და გეუბნებოდნენ ამოდით ხელი მოაწერეთ სამსახურს უნდა კარგავთ მაგ ბიჭებს ერთ კვირაში გაანთავისუფლებენ 6 წლით ჯდება ახლა თქვენი გვერდში მომუშავე მერაბი სარალიძე ციხეში 6 წელზე მეტი მიუსაჯეს რას ფიქრობთ ახლა რას იტყვით კიდე არ ჯეროდათ რომ დააპატიმრებდნენ კიდე ის გეგონათ გაზვიადებული იყო რომ ამბობდნენ ადამიანები რომ მიგვატოვებ ბრძოლაშიო რომ წახვედით და ხელი მოაწერეთ და თბილად და თქვენს მაშინო ზიხათ ეხა და მუშაობ რა პირობებში ზიხ ან იმ ხალხის ბრალი არ არის რომლებმაც შუა ბრძოლაში მიატოვეს წახვედით 1500 კაცი უმუშევარი დარჩი ხელი 8 თვე 7 თვე მუშაობ და ერთხელ არ მოგიკითხიათ 10 ლარი არ გადაგიდიათ თქვენი ხელფასი და რომ პატიმარი ბიჭები მოგეკითხათ აკას თქვენი ბრალია ის მამაუები, ის მეუფეები, ის დიდი იერარქიის ხალხი რო გვამშვიდობდნენ, ყველაფერი კარგად იქნებაო, ლოცულობთო. გამოუშვებენ, არ დაიჭერენო, არ მიუსაჯეს, რამდენ მაახსენეთ თქვენ ქადაგებაში ეს ბიჭები. თქვენ გოგველესიანი, რომელმაც თავისი შვილის დაბადება ვერ ნახა, ახალწელს თავის ოჯახთან ვერ შეხვდა. რისთვის? რომელიც იქ არ ყოფილა, ხელი არ გაუნძრევია. და მე მინდა აქვე აი ამდენი ხანი თელი ზაფხული ჭიათურაში გავატარე, არც ლაივში ჩავთულვა. შეგნებულად ვაკვირდებოდი ვირას გააკეთებდა ჭიათურლები რას იმოქმედებდნენ. ის მასწავლებლები, ის ექიმები, ის ჭიათურლები 5000-მა კაცმა რო ხელი მოაწერეთ ბიჭების განთავისუფლებას. მე რაკენით ყველა სახში რო ჩაიკეტეთ. არაფერი გულთან არ მიიტანეთ. ყველას რო გეგონათ რომ აქ არაფერი არ მოხდება და ბიჭებს გამოუშვებენო. დადგა ეს სამართალი, დადგა ეს კანონიერება. აღერ არის ეხლა ფაქტი. სასამართლოსთან ვარ. 4 წელზე მეტი უშვებენ ორ პატიოსან ადამიანს, რომელსაც ოჯახები ყავს, შვილები ყავს. 6 წელზე მეტი უშვებენ შრომელ ადამიანებს. რისთვის? სად არის ის შუქრუთის ხალხი? სად არის ის დაჩაგრული მოსახლეობა? სად არის ის ამაყი ჭიათურლები? სად არის ის ნაციონალი მერი, რომელიც გვამშვიდებდა იქ თავის კაბინეტში, რომ ჭიათურა უკეთესი უნდა იყოსო. რაში გვჭირდება ჩვენ საშუამავლოები და შუამავლებიო? ჩვენ უნდა მივხედოთ ქალაქსო. რატომ მუშაობს ახლა ნახევარი ხალხი და რატო არიან უდანაშაულო ბიჭები ციხეში? ვინ იზრუნეთ ამისთვის? ვინ რა გააკეთეთ? მთელი ეს პერიოდი, მთელი ჩემი ცხოვრება ვიძახი რომ ამაყი ჭიათურელი ვარ და მიამაყება ჩემი ჭიათურისო და მე შავი კლდეების კი არ მიამაყება. მე ხალხის და ჭიათურლების მიამაყებოდა და მე არასდროს არ ვიამაყებ ასეთი ჭიათურლები. ვინც ზურგში დანასურს ყავს, ვინც თავის მეგობარს გაწირავს, ვისაც სხვისი ჭირი ხობეჭირი მიაჩნია. ის დასასწრებში რო იქ აფორიზმია. ყოველად არ არის იცოდეთ ჭიათურლებო ის ვიღაცამ კი არ დადგა და მოაფიქრდა. ის ჩაულებრივად არ არის, ის სპეციალურად განგებამ გააკეთა ის სიტყვები რომ იქ ამოტვიფრულიყო. თუ არ დავიწყება მოყვრისა, აროდეს გვიზამს ზიანსა, უგმობ კაცსა აუგიანსა, სრუსა და ღალატიანსა. ვინცაც წაკითხული გაქვთ, ესე იგი ვერ გაგიაზრებია და ვინც გაიაზრებ, ესე იგი ფეხებზე კიდიათ და რომ გადიხარ და გამოდიხარ, კარგად წაიკითხეთ ეგ სიტყვებს. 9 თვის განმავლობაში 77 მოწმე მოიყვანა პროკურატურამ, თუმცა ვერცერთმა ვერ დაამტკიცა ის ბრალდება, რაც ჰქონდათ ამ ადამიანების წინააღმდეგ.
ვიტყვი იმასაც, რომ გაუჭირდა მოსამართლეს ამ განაჩენის გამოცხადება, 24 დეკემბერს უნდა გამოეცხადებია ეს განაჩენი და გადადო, 29-ში გადადო, 12 იანვარს გადადო, 14 იანვარს გააუქმა სრულიად სხდომა, 16-შიც გადადო და აი დღეს იყო ის ბოლო დღე, რასაც ვერ გადადებდა და აქავე პრეზიდენტის შეწყალების პერიოდიც კი ამოაგდო და იმის შანსიც არ მისცა უკვე მსჯავრდებულებს მათი გადასახედით, რომ პრეზიდენტისთვის მიემართათ შეწყალება შეხებოდა ამ ადამიანებს. ამიტომ ძალიან რთული დღე იყო, ძალიან მძიმე დღე იყო, აუცილებლად ბრუნდებით ჭიათურაში და ვაცნობთ იმ საზოგადოებას, ვინც ეხლა თუნდაც მაღაროში მუშაობს, ვინც ამ განაჩენის მოლოდინით კიდევ თავს იკავებდა გარკვეული განცხადებების და ქმედებების გამო, განაჩენი დადგა ზუსტად ისე, როგორც აწყობდა სისტემას და ამიტომ ეს სისტემა უნდა დაირღვეს, უნდა დაინგრეს. ამიტომ არ იქნება მარტო მაღაროელების და მაღაროს მოთხოვნები, იქნება პოლიტიკური მოთხოვნები, დამკვეთი, რომელიც არის თამარ მაზანაშვილისა, მოსამართლისა და აღმსრულებელი, ყველა ერთად უნდა დაისაჯოს ამ უსამართლობისთვისაც, არა მარტო ჭიათურაში, არამედ სრულიად საქართველოში ხდება. პროტესტი ჭიათურაში მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიამ ჯორჯიამ მანგანეზმა და მისმა მმართველმა სტრუქტურამ მიწისქვეშა მოპოვება შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება ასობით ოჯახისთვის შემოსავლის დაკარგვას ნიშნავდა. მაღაროელების სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, ხელფასების სრულად აღდგენას და სახელმწიფოს ეფექტიან ჩართულობას ითხოვდნენ კრიზისის მოგვარებაში. დაძაბულობა განსაკუთრებით გაიზარდა ერთ-ერთი აქციის დროს. კერძოდ ეს უკავშირდება 2025 წლის 28 აპრილს ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარ ინციდენტს. პროკურატურის მტკიცებით გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი შუქრუთის მაღაროს დირექტორს თენგიზ კობერიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები დადგინდა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე მაღაროებში წარმოებული საქმიანობის გამო 2025 წლის 28 აპრილს ორმა ბრალდებულმა ორგანიზება გაუწია ერთ-ერთი მაღაროს დირექტორზე ჯგუფურ თავდასხმას ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევისაში ავტომანქანით გადაადგილებისას. ფიზიკური ანგარის სწორების მიზნით სხვა პირებთან ერთად ავტომანქანებით გზა გადაუკეთეს. ბრალდებულები სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ დაზარალებულს და განახორციელეს მასზე ფიზიკური ძალადობა, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ყრიმალის ძვლის ფრაგმენტული მოტეხილობა და სხვადასხვა დაზიანებები. თავდასხმისას ასევე დაზიანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ორი პირი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, ხოლო ორი პირი ცნობილია დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით. სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. დაკავებულთა ოჯახის წევრები, კოლეგები და მხარდამჭერები ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ საქმე გვაქვს შრომითი პროტესტის კრიმინალიზებასთან. მათი თქმით, მაღაროელები ისჯებიან არა დანაშაულისათვის, არამედ სოციალური და შრომითი უფლებების დაცვის მცდელობის გამო. საქმე უკვე გასცდა ერთი კონკრეტული ინციდენტის ფარგლებს და გადაიქცა ფართო საზოგადოებრივ საკითხად, რამდენად დაცულია საქართველოში შრომითი პროტესტის უფლება და ხომ არ გამოიყენება სისხლის სამართლის კანონმდებლობა სოციალური უკმაყოფილების ჩასახშობად.